ყველაზე მაგრად მიყვარს ზურა რომ იტალიელი სახეთქებს პირველი შეხვედრა რა ეს არის ჩემთვის არის დღე არ გავა რო არ უყურე ლოკომოტივის დარბაზის ჩემპიონი ვიყავი სულ პირველი 45 კილო ვიყავი მაშინ ეს იყო სადღაც 75-76 წლიდან ესე მოვდივარ შეიძლება ითქვას ერთ-ერთიან თუ ყველაზე პირველი არა ყველაზე სტაჟიანი გულშემატკივარი ხარ ასე თუ იყო რა ლაიქი მოგებული ქონდა ასე თუ იყო ანუ წაგებული ქონდა ანუ მეტი ინფორმაცია არის ენა მოხევლა და შერეულ გუნდურში გავხდი სოფლიო ჩემპიონი როცა ტრაუმას მიიღებ ლაშა ბექაურის სურათი დააყენეთ ფონზე ერთი პორტელია რო გამორბის და დავით კეფეშვილს რო ხელში აყავს ხორუმივით რო შეიკრა მე მოატრიალეს კადრი ჩემს ხა შეიძლება სხვა მხელა ვარ და გადავშარო და ბოლოს აჭარული ჭანუსგან ეგ ბუნებრივად მოხდა და ერთხელ უნდა მომხდარიყო ეს მემგონიკი ხო მემგონიკი 3 მილიონი ნახევარი ნახოთ უნდა ეხა საფრანგეთის ნავსი უნდა გავტეხოთ ლოს-ანჯელესში თულ მისიას შევეჭიდეთ რა რა უნდა ნარიცი აი ლუხუმს დავაყენებდი სადაც გატუზო თამაშობდა მაგალითად რა ისე აუ დაბადების დღის საჩუქარი გავხსნა მოგესალმებით მეგობრებო, ძვირფასო გულშემატკივრებო, მე ვარ გიორგი ჭანიშვილი, ჩვენი მორიგი ეპიზოდი ჯუდო ჭანოსთან. ესე იგი იწყება ახალი სეზონი, რა თქმა უნდა, და ვინ ელოდება ამ სეზონს განსაკუთრებულად, რა თქმა უნდა, ძიუდოს დიდი გულშემატკივარი და დღეს მოკლედ ჩვენი პოდკასტის სტუმრები იქნებიან სწორედ აი გულშემატკივრების დიდი არმიიდან მართლაც რომ გამორჩეული ადამიანები, ჩვენი და ჩემი მაგარი მეგობრები და კოლეგები და ძვირფასი მოკლედ მაგარი ფანები ძიუდოსი, კობა დემეტრაშვილი, რომელიც გახლავთ საქართველოს ძიუდოს ფან-კლუბის დამფუძნებელი, ხო სწორია კობა? მას ასევე ერთ-ერთი კი ბატონო და აქვს სპეციალური გვერდი, რომელიც წერს ძიუდოზე და ქართულ ჭიდაობაზე და ნოდა რამდგოლაძე, მაგარი ფანი ასევე ძიუდოსი, საერთო კოლეგიის წევრი, ხო ნოდა, ხო სწორია? მოკლედ ძიუდოს დიდი მოყვარული და ამავე დროს 6 შვილის მამა. კობა ნოდო, მოგესალმებით. მადლობა რომ დღეს ხართ ჩვენი პოდკასტის სტუმრები. ჩვენ დიდი ხანია ხო ფიქრობდით რომ აი გულშემატკივარი მოვიწიოთ ფანები. ნუ ძალიან დიდი არმია ყავს ხო ძიუდოს გულშემატკივრები საქართველოში და მოკლედ პირველი ნაბიჯი გადავდგით ამ ხრივ და როგორ ხართ პირველ რიგში ახალი წლების მერე კობა ნოდო პირველ რიგში მოგესალმებით კეთილი იყოს ჩვენი ფეხი თქვენ სტუდიაში დიდი მრავალი წარმატებული შედეგები გამოგეცხადებინოთ და აგეღნიშნოთ ასევე მივესალმებით თქვენს მოყურებელს და მრავალი წარმატებული პოდკასტი მოესმინეთ ჩაგეწერთ. კი და წინ არის ყველაფერი თან და ნოდო შენ უკვე დაიწყე მე მგონი ხო მართალია სოფლიო ტური თებერვლიდან იწყება მაგრამ საქართველოში უკვე ჩატარდა ხო რამდენი ტურნირი და ჩართული ხარ და მე მგონი ჭაბუკების საქართველო იყო ეხა ახმეტაში ხო უკვე მე არ ვიმყოფებოდი, მაგრამ ერთი შეხვედრას კი არ გამომიტოვია სახში თან რემონტს ვაკეთებდი თან უყურებდი. ხო, ანუ ძიუდო სუ ჩართულია. ყობა მე ნოდომ ვიდეოც ჩააგდო იქ ჯგუფში და თქვა რომ აი მართალია რემონტი მაქვს სახშიო, მაგრამ აბა რა იქნება ჩართულიო და რა თქმა უნდა ეკრანზე ნუ ძველი ჩანაწერები. საქართველოს ჩემპიონატი აისახა ასევე ხო, ასევე ჭაბუკთა ჩემპიონატი და როგორ შეხვდით მაინც აბა 20-26 და რა როგორც ყველა ქართველი საუკეთესო სუფთა წვენი წვადები და ასე შემდეგ იქ რემონტის დროსაც ალბათ ეგ ამბები ანუ ტელევიზორშიც იდეალური ვარიანტი არის რა ტელევიზორში ძიუდო ნუ კაი რემონტი იყოს შეიძლება რაღაცა მაგრამ სუფრაზე ჩემო ოჯახში ვინც კი გაიარა რემონტის პერიოდში ყველა უკვე ძიუდოთია მოწამლული დაჟემ წერენ რომ როდის იწყება შეჯიბრებები და გვასწავლეს სად უყურებთ უკვე იციან და ელოდებიან ხო მოდი უთხრათ რომ ესე იგი სულ მალე პარიზის დიდი სლემით დაიწყება ხო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეჯიბრი ძიუდოს ისტორიაში მაგარია პარიზი ტაშკენტი გამოცხადდა შემადგენლობა ჩვენ მე ვაჩვენებთ ხო თქვათ ვინმე ემგზავრებიან და როგორ ისეთი გადახალისებული არიან გამოსტილი ჩვენი ბიჭებიც ასევე ახალგაზრდები მათ შორის საქართველოს ჩემპიონატზე გამოჩენილი სპორტსმენებიც ახალგაზრდები ახალბედები ვინც პირველად მათ შორის ბევრი პირველად მონაწილეობას მიიღებს ამ დონის ტურნირზე ნუ რაც ამბობდი პარიზზე და გაგაწყვეტინე
აი ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ აუცილებლად დავესწრო და დავესწრები და აი ჩემი მეგობრები ბევრს საფრანგეთში ცხოვრობდნენ და სულ აი მე პატიჟებოდნენ რაღაც და აი ვერ მოვახერხი რა მით უმეტეს რომ ორჯერ მსოფლიოზე ვარ ნამყოფი ბაქოში და უნგრეთში და აი ყველა მეუბნება ხოლმე რომ აი პარიზი მაინც სხვა სამყაროაო და შენს დამეთანხმები მე მგონი და აუცილებლად აი ავიცი რა პარიზის გრან-სლემს აუცილებლად დავესწრები. ერთხელ აქ ლუკა მაისურაძე ყვებოდა რომ ჩასული ვიყავიო მე მგონი მაშინ ჯერ კი შეკრებაზე. მოკლედ რა თემა ახსენა რომ დილით მივედითო ძალიან ადრეო რა ანუ თქვა 8-ზე თუ რაღაცო და რაღაცა გარეთო იდგა დიდი რიგიო ხალხი და ვიფიქრე რომ ეს ხალხი სად მიდის ამ დილაუთენია რა ხდება თურმე უკვე დილიდანო ანუ დარბაზი რო ივსება თან როგორი და არენა არის ხო ბერსის არენა უნიკალური ნამდვილად მგონი 20000-მდე მაყურებელი ეტევა 15-16-20-მდე დაახლოებით და დილიდანვე უკვე ხალხი რიგში დგას რომ შევიდეს და დაესწროს და ნუ გისურვებ რომ აუცილებლად დაესწროთ ჩვენი ერთ დღეს პარიზის გრან-სლემს და სოფლიოც ძალიან საინტერესო იქნება ხა წარმოიდგინეთ გრან-სლემი მანდ ვამბობ ანუ პარიზში რა მანდ რო ჩატარდეს ანუ მე მგონი ბოლოს 2011-ში ჩატარდა კი იმის მერე სხვათა შორის ხო ჩატარებულა პარიზში მაგრამ 11-ში თუ 10 არა 11-ში იყო ხო 11-ში 10-ში ტოკიოში ხო აი ეს რინერის და ჯარჯი მოიგო ზედიზე ხო 10-11 ხო ვა ჯარჯი არის მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ხო და ასე იგი ზედიზე მოიგო ტოკიო პარიზი და 12-ში ლონდონი იყო და ჩელიაბინსკში აქვს კიდე ჩელიაბინსკში აქვს ხო 14-ში 13-ში რიოში ტოტოს მოუგო ფინალი ხო ტოტთან წააგო ვალომ ერთი შიდოთი რა ვარლამი პარტელიანი სხვათა შორის პარიზი აქვს ვარლამს მე მგონი რამდენჯერმე სამჯერ მოგებული ერთხელ ტრამვის გამო ვერ გამოცხადდა 14-ში და ავტომატურად კორელს გადაეცა მე მგონი მასე იყო კი 19-ში მე ვიყავი იქ მახსოვს დიქტორად და 19-ში მე მგონი 100 კილოში კი 100-ში კი მან დაუარა მე მგონი იმას კორელს და იმას ვოლფისთანაც ოლიმპიადა სოფლიოს ფინალები წააგო იქ მოუგო ორივეს ხო ბაქოში 14 ხო 14-ში ვიყავი პირველად მე მაგ წელს ჭრიგიშვილი გახდა პარიზის გრან-სლემის გამარჯვებული და აუ მაგარი ის იყო ხო პარიზი და მე ტაშკენტი არის. მე მგონი ავთოსაც სამჯერ აქვს ხო? მე სხვათა შორის მე მგონი კი. ვალოს ეგრე 90-ში აქვს და 100-შიც და ჭირკიშვილს მე მგონი მეორე медаლი აქვს ვარლამს იმის რა ქვია პარიზის გრან-სლემის კი სხვა მედლებიც არის მე კი ხო ისე ბევრ ქართველს არ მოუგია პარიზის სლემი მაგრამ მე მგონი თავიდან შენგელი ფიცხელაური არის პირველი პარიზის გრან-სლემის გამარჯვებული თუ სწორად მახსოვს თუ სწორად ალბათ კაფი ერქმეოდა ხო აი მაშინ როცა იყო კი მაშინ იყო პარიზის საერთაშორისო ტურნირი 71-დან იწყება თუ არ ვსწრები რა ხო და ჩვენებიდან ბოლო ხო დავითს აქვს ასუბანს მოგებული ასუბანი მახსოვს ის რო ეკეთა გახსოვს ტრამვა წარბი გაუხსნა თუ რაღაცა ძალიან ისე ძალიან სერიოზულ მეტოქეებს მოუგო იაპონელს მოუგო ფინალი ბოლო ხო ასუბანს მოგებული აქ აი მანამდე 80-იანებში ხო მერე შემდეგ ნუ სხვათა შორის ხო ჩირიკა ვახსენეთ ჭრიგიშვილი პარტელიანი ვახსენეთ შავდოთ ვოშუს აქვს მოგებული და 23-ში მოვიგო 2023 მე მგონი ხო ანუ სუ არის თიცე ჩამოსაცვლელი როგორც აი ტოკიო რო ვისით რომ სუ 4 ქართველს აქვს ხო 4 უკვე გაოთხდა ილიას მიულოცა ვაკიდან მიულოცა კიდევ მოგებაცა და მოგებაცა რა ვიხარ აცილიამ ტოკიოში გააკეთა აი ერთ-ერთი ჩემთვის გამორჩეული ტურნირი არის გრან-სლემებში ილიას გამარჯვება რო აი ესე იაპონიაში ძიუდო სამყაროში რა ეს დამაჯერებლად გაიმარჯვა და მეორე კიდე ხა რაც ლუხუმა 2019-ში გააკეთა. ავი ჩემთვის ნომერ პირველი მსოფლიო იქნება ალბათ სანამ ძიუდო იარსებებს რომ სხვათა შორის კი 7 შეხვედრა მოუწია. სხვათა შორის აი ნოდო მაგაზე აქ ლუხუმი ყავდა ჩვენ სტუმრად და გაიხსენა რა მომენტი იცი რომ ის ვისაც მოუგო ის ლუთფილაევს შარაფ უზბეკს ხო მაგად მე უკამათიათ რომ ისე უნებდა რომ 7 მოიგეო და ეს
7 თუ 6 ანუ აღარც კი ახსოვს ლუხუმს არ ახსოვდა ანუ 7 შეხვედრა წარმოუდგენელია რა ხო მე გადავამოწმე ძალიან ბევრჯერ და მე ხო თუ არ ვცდები აი ზუსტად აღარ მახსოვს და ერთ-ერთ მსოფლიოზე პოლონელს აქვს მე მგონი 7 ნაჭიდავები ანუ მოგებული არა რაცა იყო ეგა ხო ნაჭიდავები აქვს თავის რეპეშებიანა რა და ანუ ერთი ლუხუმი ხა ნომერ პირველია იმიტომ რომ გახდა ჩემპიონი კი ჩემპიონი გახდა თან როგორი აქტიური იყო სულ ყველა შეხვედრაში ძალიან არა სასწაული შეხვედრები კაია რა ასე დღეს ძიუდოს ლეგენდებად ვინც კი მოიხსენიება ყველას მოუგო ტოკიოში კი უკეთ აი პარიზი ხო ტატოსა აქ პარიზი კიდე მოგებული გრიგალაშვილს ის მაგარი კადრი იყო ალბათ გეხსოვებათ მე ერთ-ერთი ემიგრანტი რო როგორი ის ხო შვილთან ერთად რო არის პარიზში მე ტატომ პოსტიც დაწერა რომ მომაძებნინეთო რა ეს ბიჭი და მე მგონი შეხვდა გაიცნო და კადრებიც ვნახე მე რომ მადლობა გადაუხადა და ტატომ ის ბიჭი ნახა ტატომ ხო ეგეც ახლა იყო ახლა ეგ იყო რამდენიმე წლის წინ სხვა შორის ახალ კი მე მგონი 23-ში იყო ერთად გახდნენ ის ლაშა და ტატო შე 23-24 ეგ პერიოდია 24 შეიძლება არ იმიტომ რომ იქ ლუკას ფინალი 24-ში მოკლედ ნუ ხო სადღაც 2 წელი პარიზი და ტოკიო დარძო გრასლემებში ხო ეგორი ხო და ნუ შემდეგ ალბათ უკვე აუ ჩემთვის უკვე თბილისი. მოდი იცი რა მინდოდა მეკითხა ნოდა ყობა. მოდი უფრო კარგად რომ გავაცნოთ თქვენი თავი დაუშვით ხო? გიცნობენ ყველანი ძიუდოს გულშემატკივარი გიცნობთ ხო? მაგრამ მაინც მოდი როგორ დაიწყო აი ყობა თქვენ შემთხვევაში, შენ შემთხვევაში უფრო სწორედ ალბათ უფრო გვიან პერიოდში ჩავალთ ხო? ანუ როგორ დაიწყო, როგორ დაინტერესდა რა ძიუდოთი რა ეს რო გაიხსენო და გითხრა რა. ასე ვთქვათ ბავშვობიდან რო შემოვიდა ჩვენთან უკვე ასე ვთქვათ და გავიგე ძიუდო რა იყო. ვიყავი ერთ-ერთი აქტიური და ეს რა წლებია ბუდუში ბავშვობა? 70-იანები. და სკოლა ჩვენს დროს ხდებოდა ეგეთი რამე რომ სკოლაში დადიოდნენ ხოლმე წვრთნელები. დიახ. რომ ბავშვები შესულიყვნენ სექციაში, სპორტულ სექციაში ჭიდაობა იყო ბოქსი, ვთქვათ რა, სხვადასხვა სახეობებში და ერთ დღესაც ჩემთან კლასში შემოვიდა წვრთნელი და გვეუბნება რომ მოდითო რა ივარჯიშეთო შრომით რეზერვებში. ვარ დაინტერესებული ძიუდოდ და ხდება ეგეთი რამე. მივდივარ სპორტულ დარბაზში და კლასიკური. რახან რამდენიმე ვარჯიში ვიყავ ის სეზონი ჩამოვთავრე იქ, მაგრამ მე კი გავამადგა. მაგრამ შემდეგი წლიდან უკვე მე ლოკომოტივის დარბაზში გადავერთე და იქ ნაძალადების რაიონში იყო ხოლმე. ლოკომოტივის დარბაზზე იქ ვარჯიშობდი უკვე დიდხანს. ვარსკვლავები ვერ მოწყვიტე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემი შედეგი ვარ ლოკომოტივის დარბაზის ჩემპიონი ვიყავი, სულ პირველი 45 კილო ვიყავი მაშინ. ვაიღო ეს სიგელი მქონდა და დამეკარგა და დღესაც მივტირი ვარ იმ სიგელს რა იცოდი. ეს იგი იქიდან ხო ნუ კი ეს იყო სადღაც 75-76 წლიდან ესე მოვდივარ და მე მოვიწავლე მაშინ ასე ვთქვათ რა და შეიძლება ითქვას ერთ-ერთიან თუ ყველაზე პირველი არა ყველაზე სტაჟიანი გულშემატკივარი ხარ ხო? თავისთავად ხო ძიუდოში. ბევრი გვინახია, ბევრი. ხო არა, ბუნებრივია ძალიან. თბილისის საერთაშორისო ტურნირებს თითქმის ყოველ წელს ვესწრებოდი ხოლმე. ყობა აი პირველი აი თქვათ აი რა გახსოვს ისეთი დიდი ემოციები ალბათ ოლიმპიადები გახსოვს ხო? 80-იანი ოლიმპიადა თავისთავად მაშინ გახდა შოთა ხაბარელი ჩემპიონი და გულდასაწყვეტი იყო რომ ფინალი წააგო თემურ ხუბულუნმა თან ვანდევალესთან და რამდენჯერ ქონდა მოგებული ვანდევალა კი და თვითონ ბატონმა თემურმა თქვა რომ აი ვერ ვიყავი კარგად მომზადებულიო სათანადოს და იმიტომ წავაგეო ფინალიო თქვა ეგეც თვითონ მე მეგობრულ საუბარში ასე ვთქვა რა მქონდა და მაგის მერე მოვდივართ. ისე ხო როგორ იყო აი ტელევიზიით იმ წლებში პირდაპირ ტრანსლაცია იყო თუ ჩანაწერებს აჩვენებდნენ თუ რა იყო ტრანსლაცია იყო მაშინ მაგრამ იყო პერიოდულად ხოლმე სხვადასხვა სახეობებს აჩვენებდნენ ხოლმე კი და ალბათ ჩემი აზრით უფრო ჩანაწერები იყო კი ჩანაწერები თორე ესე პირდაპირ ხო მითხარ მოსკოვში იყო და მაგიტომ ხო შეიძლება რომ თქვა უფრო მეტი შანსი იქნება ტელევიზია ერთი იყო მაინც ხო მაინც პირდაპირ მოსკოვიდან გადაცემა მიდიოდა ხოლმე საქართველოს მაგით იყვებოდა ხო საინფორმაციო გადაცემა ვრემია ყველას მახსოვს და ეგიდან მოყოლებული და საქართველოს ტელევიზიას ჰქონდა ხოლმე ჩართვები, მაგრამ ნაკლებად.
როგორც მახსოვს, ამის ბუნდო მაინც პატარა ვიყავი, ახლა არ ვიყავი იმ დასაკში რომ. კი, ესე იგი პერიოდია და შემდეგ უკვე მოდი აი კიცი რას კითხავ, ფან-კლუბის დამაარსებელი ხარ, საქართველოში არსებობს საქართველოს ნაკრების ფან-კლუბი, ხო სწორი? ეს როგორ მოხდა ამის დაარსება და ეს როგორ იყო ასეთი რამე სოციალურ ქსელში რამდენიმე ადამიანმა დაიწყეთ მიწერ-მოწერა რომ შევხვედროდით სადმე და გვესაუბრა ამის გარშემო საჭირო საკითხებზე ასე ვთქვა. ჩვენი აზრები. მოხდა ეგეთი რამე რომ არის ბატონი გური ონიანი ვისაც შევხვდით ძალიან კარგად ასევე დიდი გულშემატკივარი კი იყო შეხვედრა მაშინ და ვისაუბრეთ და ამის მერე მან გამაცნო რამდენიმე პიროვნება სულ 5 ადამიანმა 5 პიროვნებამ დავაფუძნეთ ეს გელა ძაბირაშვილი გური ონიანი მარხას კაციაშვილი ლაშა დემეტრაშვილი და თქვენი მონამორჩილი კოვა დემეტრაშვილმა გადავწყვიტეთ დავწერეთ პროგრამა წესდება აქტიურა გელა ძაბირაშვილმა ახლა უფრო გამოცდილი პიროვნება ასაკიდან გამომდინარე და დავაფუძნეთ ოფიციალურად საჯარო რეესტრში. დავარქვით ასე საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების ოფიციალური ფან-კლუბი. ასეა დარეგისტრირებული რა. შორის მე მგონი IGF-მა წერილიც გააკეთა, ხო, მახსოვს და წერილიც მოგწერა. ამის შემდეგ მოხდა გიორგი ათაბეგაშვილი იყო მაშინ პრეზიდენტი, გიოსთან შეხვედრა, გავიარეთ ეს ყველაფერი და ამ პარალელურად გავაკეთეთ წერილი და მიწერა ვიზერის სახელზე, საერთაშორისო ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელზე და მან მერე გადააწერა ერთ-ერთ მოადგილეს ჩვენი წერილი და იქიდან გამომდინარე მიწერ-მოწერა შედგა ჩვენი კადრები იყო იქ და მთელი წლის განმავლობაში იდო ჩვენი ნაკრების ფან-კლუბის ასე ვთქვათ სტატია მთლიანად IGF-ის გვერდზე მახსოვს ეგ და თქვათ კიდე ისიც რომ თბილისის გრან-სლემის ტურნირებზე თქვენი ფან-კლუბის ინიციატივით და ასე შემდეგ აჯილდოებთ ხოლმე ამის საუკეთესო იპონის შემსრულებელ ძიუდოს ბიჭს და გოგოს ხო ესეა ხო გამომარტავ ხო აი ეს როგორ აი ეს იდეა ფაქტიურად ჩვენს ფან-კლუბში ჩემი იდეა იყო და ჩემი ინიციატივით დავიწყეთ ეს და მე მხარი ამიბეს მე თავისთავად დამფუძნებლებმაც და წამოვიწყეთ შევთანხმდით მე როგორც ჩვენს ფედერაციასთან გიორგი ათაბეგაშვილთან დავით ქევხიშვილთან ასევე ვიზერთანაც ხონდა ამაზე მიწერა იქიდანაც თანხმობა მივიღეთ და ასე თუ ისე ჩაჯდა და ყოველწლიურად უკვე 2021 წლიდან დაიწყო ხო პირველი დაჯილდოება იყო დავარქვით ყველაზე ეს სწრაფი იპონი. სწრაფი. პირველი იყო ასე და მე რო დავაკვირდით, ახლა ყველაზე სწრაფი იპონი შეიძლება არ გაკეთებულიყო ან ისეთ და ფული დასათვლისიც არის რა დასაკვირვებელი. სხვათა შორის პირველი სწრაფი იპონი რაც არ უნდა გაგვიკვირდეს მძიმე წონოსანმა სოფო სომხიშვილმა შეასრულა და გადავეცით. კი, გვაქვს კი. სოფო სომხიშვილი დარბაში არ იყო მაშინ თქვენ ხო აცხადებით იქ დაჯილდოების ცერემონიას ერთად ვეცრებოდით კიდევაც და სოფო გასული იყო და მე იქ დერეფაში ვნახეთ და იქ გადავეცით ოფიციალურად მე იქ პირველები იყვნენ მაშინ ეთერლი პარტელიანი ხო თემურ ნოზაძე გაგვასწრო თემურ ნოზაძემ და მაშინ შეყვარებულები იყვნენ უკვე და ეთოს გადავეცით ეს პრიზი იყო მარიამ მახარაშვილი ვისაც გადავეცით ტატო გრიგალაშვილი კი ყოველწლიურად პირველს ვიხსენებ ხო პირველი გავიხსენებ მე და მე ბევრია უბრალოდ და ონისე სანებლიძე იყო ცოტა შორის ხო მე მგონი ონისე მაგწელს მოიგო მოგებული აქვს ხო მოგებული აქვს ერთხელ უგო ბერია ეგ ფინალი კი აი პერიოდი იყო თან ძალიან ისეთი ეფექტური გდება გააკეთა ბრონი ქართული ამის მერე ვაგრძელებთ ასეთნაირად და სხვათა შორის თქვენ უწევთ ძალიან დიდ კი რა თქმა უნდა ბოლოს გივიც შემოგვიერთდა ჩვენი მეგობარი კოლეგა და ძალიან მაგარი ადამიანი ასევე ხო გივი ახლა მოვიკითხოთ გივი აუცილებლად მოგკითხვა საუკეთესო პიროვნება და ერთგული მეგობარი ასე ვთქვათ ხო და ესე მოკლედ ფან-კლუბის ამბავი ნოდო ესე იგი ყველაფერი გახსოვს ყველაფერს იმოხსოვრებ ყველაფერი ეს შენ მოდი შენი ემოციები რო გაიხსენო მაინც აი
რო წახვიდე ბავშვობაში აი ერთხელ მახსოვს ნოდომ რა მითხრა იცი რომ აი კიმანოსო ჯუდოგისო რო ხედავო მაჟრიალებსო აი კი კი აი არ არის სტაჟი აი გოგა ჩემი მეგობარი ხერგიანი ჩვენი კოლეგა აი ჯუდო ნომრები მანქანა აი რა თბილისში 200 მანქანაში რომ მოხვდეთ ჯუდო ნომერს უეჭველი დავინახავ და კიმანო თუ უკიდია სარკეზე და გიჟს გავს ხოლმე აი საიდან ხედავ აი რომ მე აი ხო ხდები რა ჩემი ზიუდოსთან კავშირი ხა მე ისეთი თაობის წარმომადგენელი ვარ რომ რავი ხა ზურამ რაც ათენში გააკეთა 2004-ში ხა ჩემი თაობის ზიუდოისტები ხა ვარლამი ავთო ჭრიკიშვილი რავი აი თითქმის ყველა ზურას ამ ოლიმპიური ჩემპიონობით გადაივსო დარბაზები მე როგორც მახსოვს ბატონო ზურამ თქვა უსუფაშვილმა რომ იმხელა ნაკადები წამოვიდა დარბაზებში რომ ვეღარ ეტეოდა თურმე ბავშვების და მეც ეგრე ახლა ისე და ჩვენ მეგობრები ხუმრობთ ხოლმე რომ დღეში აი ერთი 50-ჯერ მაინც უყურებდი ხოლმე ვიდეოს კასეტას და იქ ნათლი მირონი ყავს ზურას რა ჩემთან ბორჯომში ჩემი მეგობარია შალვა კიკნაძე და ანუ მას ქონდა საჩუქრად ზურასგან ვიდეოს კასეტების ათენის რა და გამოვართმევდი ერთი 100-ჯერ უყურებდი დაუბრუნებდი მეორე დღეს ისე მივიდოდი და გიждდებოდა რომ გუშინ არ მომიტანე კასეტები და მეთქი ეგ კასეტები უნდა იყოს ჩემთან მეთქი ხუმრობდით ხოლმე და ისეც ხა აი ქართულებზე სულ ჭიდაობდი ხოლმე შენ თავად გასპარეზობდი გამოდიოდი ხო 2012-ში გუნდური გვაქვს საქართველოს მოგებული ბორჯომში ჩატარდა. ხო, ნუ თქვათ რომ ბორჯომიდან ხარ და ბორჯომში ხშირად ნაკრები კი, აი მეოთხე სამართლოს ეძახდნენ რა, ეხა სადაც ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშნალია, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, ანუ სუპერულად რო დაარსდა რიქსოსი ერქვა, ეგრე შეიძლება უფრო იცოდეს ხალხმა. ადრე მანდ იყო სანატორიუმები, სამკურნალო კორპუსები და ჩემი ბებო მუშაობდა რა და იქ ჩავდიოდი ხოლმე ანუ ისე იყო რომ ეს სამკურნალო კორპუსს გამოივლიდნენ ხოლმე ბიჭები რა გადაკიდებული კიმანოებით რაღაც და აი ხო ეს სისხლში რო გვაქვს რა ქართულად 1-2 ჯერ გავყევი და ანუ აი იმდენად პატარა ვიყავი რომ გისოსები იყო ხოლმე იქ თავი მეტეოდა ხოლმე ჩაოლებრივად ეხლა რო ჩავდივარ აი თანსრემლი მომდის ხოლმე თან მეცინება რომ აი ეს იყო არა 2001-2000 წელი 26-25 წლის რა და ზურა ეხა აი ისედაც გამორჩეული იყო ხოლმე ყოველთვის რა თავის სილამაზით აი ვარჯიშის სტილიც ისეთი ქონდა ხოლმე რომ აი ნესტორი ნესტორი იყო არ ვიცი აი როგორც აი პინგ-პონგს რო უყურებ რა და თვალები ვაგიჭრელდება აი კაი ორი რო თამაშობს და ასე ნესტორი ეგრე ნესტორის დამუშავებას რო უყურებდი ხოლმე აი თავბრუ მეხვეობდა ისეთი მშრომელი იყო ზურა ეხა სხვანაირის და მეც ეხა აი ეხა დაკარგული გვაქვს ის მხარე რა ცხინვალის რაიონი არის სოფელი ქურთა ანუ აჩაბეთი ქურთა თამარაშენი ლიახვის ხეობის აი ლიახვის ის იყო ხოლმე რა სანაპიროზე სუჭიდაობები მიდიოდა ხოლმე რა და ის სულ ვიღებდი მონაწილეობას რა და მე ახლა ბორჯომობა ტარდებოდა ხოლმე ჩვენთან სამცხე ჯავახეთის ჩემპიონობა და აი ძალიან ბევრჯერ მაქვს მოგებული 11 ფინალი მაქვს ნაჭიდავები და 9 ოქრო მაქვს 2 ვერცხლი ასე რომ რაღაც ძიუდოში ხა მაინც და მაინც მაშინ აი ისეთი პერიოდი იყო რომ აი ვიღაცას მაინც ხელი უნდა მოეკიდა რა შენთვის რომ ან თან ხა არ იყო რა ბევრი შეჯიბრებები ძირითადად საქართველოს იყო ხოლმე რა და უფრო ქართულები ტარდებოდა რა ჩემ დროს მე რო ვიყავი ხა 10 წლის 9 წლის ხა ვარ 37 და წარმოიდგინე 28 27 წლის რა ისეთი ის იყო სიტუაცია რომ და იმის მერე რავი ხა ზურას ყველაზე მაგრად მიყვარს ზურა რომ იტალიელს ახეთქებს პირველი შეხვედრა რა ეს არის ჩემთვის არ დღე არ გავა რო არ უყურო აი მართლა ვიზა ანუ ესე იგი კასეტებზე აღარ უკვე ხო აღარ არის აუცილებელი მაგრამ იმ კასეტებს თავისი ის კონდა ხო რომ ჩართავდი და აი 100 ვიდეო უნდა მოგემზადებინა და აი ზუსტად ხელი არ მოკიდოთ ამ კასეტებს და რაღაც სახში ყველა გავთხილებული და სხვათა შორის იმ პერიოდშიც ნუ ვიდეო პრინციპში უკვე ოჯახებში ქონდა ხალხს თვითონ ვიდეოის მოწყობილობა რა მე მქონდა ვიზა ჩემი მაცხონოს გარდაიცვალა და 96 წელში ჩამოვიდა რა მოსკოვიდან და ჩამოიტანა 2 ვიდეო 2 ტელევიზორი და ერთი ჩემ ოჯახს გვაჩუქა და მისტავკას რო ეძახთ კი 96 ანუ იშვიათობა იყო მაშინაც არა შეიძლება ისე ითქვას ხო
მაშინ აქირავა მაგრამ ეგ მახსოვს კი არა გაქირავა მახსოვს ხო მაგრამ ესე იგი სხვები რომ რაღაცა ბაევიკებს და რაღაცებს უყურებდნენ ნოდო მაგ დროს ზიუდოს ბაევიკებს სხვა რაღაცებს კიდე აი ჩემს მეზობერს ქონდა ხოლმე ბევრი თეფშები რა ეგრეთ წოდებულ სპუტნიკებს რო უზახდა უკვე მაგ დროს ხო აი ტელეტექსტზე ერთხელ მითხრა რომ ზიუდოს რაღაცები მხდება ხოლმე და ვა ნეტა რა იყო რა საინტერესო ხო და ანუ რო შეხვიდოდი ეგ ბორჯომში იჭერდა კი ანუ რო შეხვიდოდი ანუ და აი ტელეტექსტზე ასე ჩამონათვალი იყო და ასე თუ იყო რა ლაიქი მოგებული ქონდა და ასე თუ იყო ანუ წაგებული ქონდა ანუ მეტი ინფორმაცია არ იყო მაგ პერიოდში ტელეტექსტი უცებ ვიფიქრე რაღაცა რეპორტაჟები ხო არ იყო თქორები არა როგორც ფეხბურთის ანგარიშებს ნახულობდი ეგრე ძიუდოში ეგ გვარები და ისე გვარები ეწერა და იყო ანუ ასე ლაიქი და ასე ამოყირავებული თუ იყო ესე იგი წააგო ხო და ნუ ეგ ალბათ ჩემპიონატებზე რაღაცეებზე 90-იანებში ხო იყო და რაღაცა ხო რავი ახლა ზურაზე რო ვიზახდით ახლა ზურა მითამაშა დიდი როლი ჩემ ცხოვრებაში და უამრავის და აი ყველას ახლა 90% ალბათ განსაკუთრებით პრო ის უყვარს ზურას ფინალი მაგრამ მე პირველი შეხვედრა იტალიელი ხო ფრანჩესკო ლეპრე ხო აი ჩემთვის ძალიან აუ მაგარი რაღაცა ისრულს დგავს რაღაც საოცრებას რა და ისედაც ახლა ჯარჯისაც ხო აქვს ნათქვამი რომ ძიუდოს სალვადორ დალი იყო და ძალიან დიდი ის აი ზურას ბევრი შეეძლო მაგრამ იყო რა რაღაცა პერიოდები ისინი ჩავარდნები და ძალიან სერიოზული ტრამვები ქონდა ზვიადაურს და ექიმს გერმანიაში რო გაასინჯეს უთხრეს რომ ზიუდო აღარ გააგრძელო თორე ინვალიდი დარჩები რა ჭრჭებს ათენშიც ხო ტრამვირებული ფეხი წავიდა ხო ნუ ეხა ტრამვები ჩვენთვის არ არის რაღაცა ისეთი დისკომფორტი ყველა ვის კი ტრამა იყო ყველა დიდი შეჯიბრი მოიგო აბა ლაშას მხარი აბა ლაშას სურათი სულ მაქვს ეგ რა აი ჩემი მოსწავლეები ხა პატარაზე რომ წაიწუწუნებენ ხოლმე და რაღაცა აჩვენე მართლა ხო არა კი აი აქ მაქვს სულ ვინა რომელ ფოტოზე ამბობ აბა ეს შეხვეული რო აქ ისა მხარი არის ეს ფოტო აი სულ მაქვს რომ რაღაცა ვეუბნები რომ აი ერთ კვირაში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა მეთქი რა ადამიანი და ანუ საერთოდ ხმას აღარ იღებენ მოსწავლეები და შევესწარი ცა გზაში რომ მოვდიოდი დაურეკა მოსწავლემ დაურეკა და მართლა კი კლავი მткиვა ფეხი მткиვა მგონი ეს მომირჩავე ამან მისაიკა ყველას დავალება აქ რო ფონზე დააყროთ სატრამვას მიიღებთ ლაშა ბექაურის სურათი დააყენეთ ფონზე იმიტომ რომ ხო სულ ტელეფონებში არიან ზირითადად ეხლანდელი თაობა და ვეუბნებ რომ ფონზე გეყენოს რომ აი გახსოვდეთ რომ ტკივილი თუ არ გეტკინა დიდი ვერ გახტები ხე ჯარჯისაც აქვს ნათქვამი ნუ აი ესეთი მაგარი რჩევა ნოდო ბავშვებთან ესე იგი მწვრთნელ მუშაობ ასევე მწვრთნელად ხო ბორჯომში ხდება ხო ეს ყველაფერი ბორჯომშიც ვარ და ადიგენშიც ვარ ადიგენშიც ხო ანუ ერთობლივი კლუბი ჩამოვაყალიბეთ ანუ ბორჯომი და ადიგენი სამცხე დავარქვით ჩვენი გოგა არის ხერგიანი თავკაცი პრეზიდენტი და აი ერთობლივად რაღაცას წვალობთ რა რომ რაღაც ყავს საქართველოს ჩემპიონები პრიზიორები ან გოგოები ბიჭებიც ახლა შარშან გაგვიხდა გიორგი შაყულაშვილი პირველი სარეიტინგო მოიგო, ანუ სარეიტინგო ქვია, მაგრამ საქართველოს კი არა, ყველა უძლიერეს სპორტსმენი იღებს მონაწილეობას და ფათაშორის იცი რა მინდა კითხვა, მეც მეკითხებიან ხოლმე ხშირად, ეხა უცხოეთშიც რო ვარ სლემებზე და გრან-პრიზე, როგორი თაობა მოდის, როგორი თაობა და მე ეხა თაობა რომელიც მოდის უფრო ნახულობ ხოლმე სოფლიო ჩემპიონატებზე ჭაბუკების, ახალგაზრდების და მარტო იმ ბიჭებს და გოგოებს ხედავ და შენ კიდე უფრო სიღრმეებში იცი ეგ თემა, ხო და ის თქმა შეგიძლია, ეხა ეს თაობაც ხო უნიკალურია, რომელიც ეხლა ხა პატარები არიან ჯერ კიდევ ხო ბიჭები და გოგოები, მაგრამ აი ქვევით რო ჩავიდეთ კიდე ჭაბუკების დონეზე ხო საოცრაობა მოდის არ ვიცი აი ისეთი დასტოინი მოჭიტავეები არიან უკვე ღირსეული კი აი ეხა 2009-იან 10-იანებს რო უყურეთ სალიცენზიო არის ლიცენზია უნდა აიღო და მე უნდა მიიღო საქართველოს მონაწილეობა აი გამოვარჩევდი რა ერთ-ერთი ბავშვი რომელიც თვალში მომხვდა რა აი ძლივს დადგა საქართველოსზე და ახმეტაში ჩემპიონი გახდა
ანუ ძლივს რა, ბევრი შეხვედრების ანუ პირველი შეხვედრა წააგო, როგორც მახსოვს, და მე ბევრი მოუწია ზარო საქართველოს აიღო ლიცენზია და მე საქართველოს რო ჩატარდა 5 თუ 6 დღის თავზე ჩემპიონი გახდა. აი მე თამამად ვიტყვი რომ მაგასაკში კი არა, ნებისმიერ ასაკში აი მეშვიდე მერვე ადგილზე დარჩენილი ქართველი პატარა ძიუდოისტი რო გაიყვანო ევროპაზე და მსოფლიოზე მედალს აიღო. ხო, აი წარმოუდგენელი რაღაც ამბავია რა ისე არა. სხვათაშორის ხშირად ვესწრები ხოლმე მე. უამრავი შეჯიბრი ტარდება უკვე. აი ხა 4 ხავარია. კი, ცირე ჭაბუკები, აი რა ქვია მას, ცირე ჭაბუკები, ანუ 2009-იანები ეხა დამთავრდა წელს და 2010-იანებიდან 16-ის ჩათვლით. ანუ დაყოფილი არის 2010-იანი, 11-იანი, 12-13-იანი, 14-15-იანი და 16-იანი კიდე ვაფშე ცალკე ტარდება ხოლმე. სარეიტინგო ტურნირებია და პლუს ამას მილიონი ლარი კი, პროგრამა ძალიან საინტერესო პროგრამაა. კი, ეს პროგრამაა და კი დამსახურებაა დავით. ანუ წლის ბოლოს გერიცხება მწვრთნელსაც. დათომ მაგარი რა, აი კარგი რაღაც მოიფიქრა და ჩადო რა, ეს საუკეთესო პროგრამაა. დათოზე რა ვიცი, ალბათ რო ვილაპარაკოთ ერთი კვირა, არ გვიყვება რასაც ეგ ადამიანი აკეთებს და გამოვარჩიოდი ეს რო არ მოუყვე არ არსებობს. და ყვარელში ვიყავით შეკრებაზე ჩემი მოსწავლეები მყავდა წაყვანილი ადიგენიდან და ბორჯომიდან და ანუ სადღაც 1-12 საათი ხდებოდა რომ დარბაზში დავიშალეთ. მაშინ აი ეს ფსიქოლოგი რო ჩაყავს ხოლმე ბიჭებთან რა, აი ვერ დავიმახსოვრე მაგის სახელი. დავიშალეთ რა ასე რომ თქვა წავეწამ და დილით რა 12 საათზე 11-ზე იწყებოდა ბაქოს გრანსლემი. დიახ. და ილიას ეჯდა სეკუნდანტად. აი გავგიჟდი რა მეთქი ჩანაწერია თუ რა და იმ ღამეს გაფრენილა. კი, მეც გაოცებული ვიყავ. მიწერე WhatsApp-ზე რომ მეთქი დავით შენახარ მეთქი თუ მელანდრა და გესიცილი სმაილი დამიბრუნა, ანუ ხო რა იქ იყო და არ ვიცი, აი ჩემთვის ეგ იყო ისეთი ჩართულია. ნებისმიერში, მარტო დიდების ნაკრებში არა. აი ხა ყველაზე პატარა ხო არის 2016-იანი, 2016-დან დაწყებული დიდების ნაკრებზე დამთავრებული ყველა თითოეულ სპორტსმენში ჩართულია. და ღმერთმა მისცეს მაგ ადამიანს აი ეს რო იტყვიან ჯანმრთელობა რო ეს ჯანმრთელობა და რა ვიცი. იმით ეგრეც მიგვდის საქმე რა. მაგრამ რა თქმა უნდა, აქედან მოვიკითხოთ. კი, არა მარტო დავით შემადგენლობა რა. აი ყველაფერს აკეთებს. ჩვენს არ ვიცი ხა ბევრ ფედერაციაში მე არა ვარ ნამყოფი ხარ რაღაც შედარება გავაკეთო, მაგრამ მე აი თამამად ვიტყვი რომ ჩვენ ძიუდოს ფედერაციაში რო შევდივარ მიხარია რა. ისეთი გარემოა რა. კი, ხა ეს წელი თქო ეს წელი ფედერაციისთვის. და მაგის გარეშე? ყობა ძალიან ისიქნება რთული ეს წელი ხო, ნოდო, იმიტომ რომ ევროპა ბევრი ტურნირები არის ისედაც კიდე ხო, ხა ნუ კაი, ნუ სლემი გასაგებია და პლუს კიდე ევროპის ჩემპიონატია, კი, სერიოზული. ეხა აი დაჟე წარმომადგენლები მე ბოლოს რაც ჩვენთან ოფიციალურად დადასტურდა რომ ევროპის ჩემპიონატი უნდა ჩატარდეს. ყოველ პატარების შეჯიბრზე წარმომადგენლები მე მითხრეს რომ აი მოდიან და ანუ გამოწმენ ყველანაირად ეხაც იანვრის ბოლოს ჩამოსულები იყვნენ. კი, ჩამოსულები იყვნენ, მასტერს დაესწრნენ თუ არ ვცდები დიდების საქართველოს. კი, ევროპის ძიუდოს კავშირიდან. შეჯიბრსაც დაესწრნენ. კი, და ეხა კიდე იანვრის ბოლოსაც მე მგონი დარბაზზე არენა დაათვალეს რაღაცები და იყო კი. ნახოთ ეს ევროპა როგორი იქნება. მოდი, ეს დიდი გამოწვევა. ძალიან, ხო, ძალიან ევროპის ჩემპიონატი ხა წარმოვიდგენია რა ამბავი იქნება და 2009-ში, კი, მე მახსოვს მუშაობდი მაგ დროს 9-ში და მაშინ ცოტა ესეთი ის იყო ოქროს მედალის სამწუხაროდ არ ქონდა იმ ევროპის ჩემპიონატზე, იმიტომ რომ მე მგონი ლიპოს ვერცხლი იყო ნესტორის და კიტა ციკლაურის თუ ავსდები ბრინჯაოები ხო ისეთი რაღაც ცოტა ეს იყო X3 მედალი ხო მაგრამ ნუ მაგარი ძველ სასახლეში ჩატარდა ეს კი ძველ სასახლეში ის კაი ის სასახლე რაღაცნაირად თავისი ისტორია და ისა ყობა იცი რა მინდოდა მეკითხა თქვენ იყავით სოფლიო ჩემპიონატზე ერთად ეხა უნგრეთში ხო ეხა რამდენი უნიკალური და მოხდა ხო და მოდი იცი რა მინდა კიდე გითხრათ რომ ყოველდღიურად წერთ თქვენ ჯუდოზე პოსტებს ხო თქვენ გვერდზე ნოდო შენ პირად გვერდზე ყოფას თავისი გვერდები აქვს კიდე ხო და ანუ დღე არ გადის რომ მე მგონი დღეს საპირებდი რაღაც დაპოსტე რამდენიმე დღის უკან მქონდა ზუსტად მოვიძია სოციალურ ოლიმპიურები ჩემპიონები კი და
ვიცე-ჩემპიონები და ბრინჯაოს პრიზორები სულ ყველა აბსოლუტურად. მოდი ეს უნგრეთი რო გავიხსენოთ. რა მაგარი გასახსენებელი არის და რამდენი ვიდეო შეიქმნა და ბევრი ისეთი რამდენიმე ვიდეოა თქვენი გადაღებულები, რომლებიც აი გავარდა ესე ხო და ზოგს ახლა ნოდო შენ გადაღებულებს 9 მილიონი ნახვა და მეტი და ესე ამ შემდეგ აქვს ხო და აი უნგრეთის თემებზე აბა კობა შენ ცოტა აქეთკენ იყავი მართალია მედიაში მაგრამ მქონდა ის საშუალება რომ ვიპარებოდი ხოლმე ქვემოთ ჩავდიოდი არ მქონდა უფლება მაგრამ ვარ ღვევდი ხოლმე სხვათა შორის ორგანიზატორებმა მომცეს მერე შენიშნა მაგრამ ხო მაგაზე დილის კადრებს უღებდი ხოლმე ჩვენს ნაკრების წევრებს ასე ვთქვათ მოთელებს რო აკეთებდნენ იქ და გამომხნევებელი ის ერთ-ერთი ინტერვიუმა გაკეთებული გოგონები არიან ერთად ეთერასკლიაშვილი, მარიამ ჭანტურია, სოფო სომხიშვილი, ეთერო გახდა მსოფლიო ჩემპიონი და იქ ეთერასკლიაშვილი ამბობს რომ შევეცდებით ყველანაირად რომ გავხვდეთ მსოფლიო ჩემპიონები და ენა მოყივლა და კიდევაც მივიღეთ ეგ ბედნიერება რამდენიმე დღეში შემდეგ რომ შერეულ გუნდურში გავხდით მსოფლიო ჩემპიონები. ხო, ნუ როგორი უნიკალური ამბავი. დიდი ემოცია იყო ხო და მაგის იქ სხვადასხვა კადრები გვაქვს კიდევ, მაქვს ის კადრები გადაღებული, როგორ ემოციურად ეთერი პორტელია რო გამორბის და დავით ქევხიშვილს რო ხელში აყავს, მე იქ ხელში ასრა გოგონებმა ემოციურად აიყვანეს ხელში და ის როლიც იქ აისროლეს რამდენიმეჯერ. ხო, არა, მაგარი კადრები იყო, ხო. ბევრი კადრები მაქვს იქ ჩვენი სხვა კოლეგებიც იყვნენ სხვადასხვა. კი, აუცილებლად, კი, წარმოადგენლები იქიდან. ორგანიზაციებიდან და მათაც მაგარი კადრები გადაიღეს და ხო. ისეთი მომენტები იყო მათთან ერთად მუშაობდი მეც სხვათა შორის. ნოდო ჩანდა ერთი ორჯერ კადრში, მაგრამ რიუს კიდე რაღაც მაგარი ისეთი კადრები დაგვიტოვა, ხო, გადაღებული. ნოდო სერიოზული კადრები აქვს, მე მშურდა, კეთილი შურდა ხოლმე. აქეთ ამხარეს ვიყავ და თვითონ IGF-მა გადამიღო, როტირი ვარ რა და რა თქმა უნდა უფალს უთხარი მადლობა, მაგრამ აი გავითიშე, საერთოდ დაბნელი. მე მგონი ჩანდი ანუ ლაივში პირდაპირ ტრანსლაციაშიც მე მგონი რამე ჩვენების ამ სიხარულის ხორუმივით რო შეიკრა, მე მოატრიალეს კადრი ჩემს კი ხა ჯერ ისედაც ხვამხელა ვარ და გადავშარო გავშალე, აი ყველას ალბათ თვალში მოვხდი და ეგრევე მოატრიალე. ზუსტად ეგ კეთილი შურით ეგ შურდა ზუსტად რომ ამათ ერთად ვერ ვიჯექი დავხარეს და არა საოცრება იყო, მე არასოდეს არ დამავიწყდება უნგრეთი რა. ჯერ ანუ ჩვენ აქედან რომ ბილეთები დავჯავშნეთ და წავედით აი ჩემი მეგობარია შოთა მდინარაძე და კი შოთას ვიცით ჩვენ გოგა ხერგიანი წავედით. და აქედან ისე დავჯავშნეთ ბილეთები ხა წინასწარ იქ ხო არავინ არ ვიცოდით პროგნოზები ან საერთოდ რა მოხდებოდა და როგორ და რანაირად და ისე გქონდა ბილეთები იქიდან წამოსასვლელი ანუ მძიმეზე ვბრუნდებოდით რა ანუ დუშას ჭიდაობას ვერ ვესწრებოდით ანუ უნდა გვეყურებინა და ფინალური ბლოკი სანამ დაიწყებოდა ეგრევე აეროპორტში და გუნდურსაც ხო გუნდურს სახში ვიქნებოდით ყველანი რა და მოხდა ასეთი რამე რომ იმდენად რაღაცა დავიმსახურეთ რა ანუ ამ დარბაზში ყურადღება და რაღაც ისეთი გამორჩეულები ვიყავთ მე ერთი 5 დღის მერე დამიბრუნდა ხმა რომ ჩამოვედით და დაგვინახეს რომ ხა ძალიან ახლოს ვიყავით ბიჭებთან სადაც სასტუმროში ძირითადად ყველა სპორტსმენი იყო ერთ სასტუმროში და დარბაზის და რომ გადავედით ჩანთებით ყველას პირველივე კითხვა გაუჩნდა სად მიდიხართ თქვენ და აი ვერ რაღაც ისა ის და ეხლა რა თქმა უნდა მე ძალიან ახლო სავარ ლაშას მშობლებთან ბექაურის და ანუ გელა ძალიან შეწუხდა რა ლაშასმა რომ აი ბიჭო გუნდურია რა რაღაცა ბიჭებიც ყველანი და მოვიდა ლაშაც მოვიდა ჩვენი ბექაური და ხა მიხვდა რა რომ ბილეთების თემა იყო რა რომ ბილეთები ქონა ნაკლები მივფრინავთ სხვა გზა არ აქვს აი ყველამ ერთობლივად ეგ ბილეთები არავის აღარ გვაინტერესებს და გიღებთ ახალ ბილეთებს რომ თქვენ აუცილებლად უნდა დარჩეთ გუნდურზეო რა და აუ ისე გამიხარდა მე არც ხმა არ ამოვიღე აი სირცხვილის გზნობას კი დავაუწყო რომ აი შეიძლება და ლაშამა ეგრევე გვიყიდა ახალი ბილეთები რა სულ ყველას რომ აი ჩვენ დავრჩენილი ყავით რა სამბო კი და ის გმიდა სახელი და გვარი არ მახსოვს აი ჩვენი საქართველოს ელჩის
წარმომადგენელი იყო ახალგაზრდა გოგო რა. კი ბატონო. და იმანაც წვლილი შეიტანა რომ აი რამენაირათო და დათომ ჩვენმა ქევხიშვილმა კიდე კადრებიც მაგ გადაღებული სოლეგოგონაც ლაშას და დავითის დამსახურებით ჩვენ გუნდურის ფინალისტი. ანუ დავრჩით სოფლიოს და მე მოხდა ის რაც მოხდა. აუ რა მაგარი. მე ალბათ დედასფიცა ვარ, აი მართლა გულით ვიზახი რომ ეგ სასწაული რო არ მომხდარიყო და ჩვენ რო დავრჩით მე სასწაულს ვეძახი, იმიტომ რომ მოდი მაინც შევიაროთ მეთქი სასტუმროში, ერთმანეთს უთხარით რომ დავამშვიდობოთ, იმდენად დაგროზულები ვიყავით რომ მეთქი არ მინდა პირდაპირ წავიდეთ, მაგრამ ბოლოს მეთქი წასულიყავით რომ ხო რა და ხო ეხლა სახში რომ სოფლიო ჩემპიონები გახდებოდნენ ჩვენები და ჩვენ მე პირადად ვიქნებოდი სახში, გოგაც კიდე ხა ხერგიანი ისეთი ემოციური არის რომ ეხლა დაჟე გვაკანკალებს ხომ რომ ვიხსნებთ რომ მეთქი ბიჭო რა ეს მოხდა სასწაული რომ აი ჩვენ დავრჩით უნგრეთში რა და მე მოხდა ის რაც მოხდა და ბოლოს აჭარული ჭანოსგან ხო გვეხოცებოდნენ კარგით მორჩითო ქართველები ეგ იყო როგორი მომენტი იცი რომ ნუ დამთავრებული იყო და ზევით მარიუს ვიზერი ვახსენეთ პრეზიდენტი საერთაშორისო ფედერაციის და მას ჰქონდა IGF-ის სტაფთან ისეთი შეხვედრა რომ აი დამთავრდა ჩემპიონატი და ისეთი ყველანი შამპანური რაღაც ისეთი ოფიციალური გასტუკებით და რაღაცით ზევით იყო VIP ლოჟების დიახ კი ხო და ის იქეს რაღაც იყო ყველას გვეზახდნენ IGF-ის თანამშრომლებს რომ ამოდითო რომ შეხვედრა არის რაღაცა ოფიციალური ძალიან აკადემიური საუბარი რომ აი დასრულდა ჩემპიონატი როგორი რთული 8 დღე იყო რაღაცა და ამ დროს ქვევით იქ მიწის ძრა არის აჭარული მიწის ძრა იყო და ეს დაშფრანდური აი არ ვიცი მაგრამ ეგ ბუნებრივად მოხდა და ერთხელ უნდა მომხდარიყო ანუ გუნდურის ჩემპიონობის აღნიშვნა იყო აუცილებლად შერეულ პირველად მოხდა ეს ამბავი ხო და ნუ იქ ამხელა ემოცია იყო თა ხო და აი ეგ ცოტაში ეგ ვიდეოც ძალიან გავარდა და აი მეგონი ნოდოს გადაღებული არის ბექაურები ახსენეთ თვითონ ლაშა და მამა ხო გელა და მეგონი ერთად რო შენი გადაღებული ნუ ხო ეგ ვიდეო კი აი ლაშა რაღაცისთვის ემზადებოდა და ანუ გელა მივიდა უკნია რა მამა და ეფერებოდა რა შვილს და გადავიღე მე და თან გუნდურის დღე არის ხო გუნდურის დღე არის კი და ფინალისტვის ვემზადები იაპონიას დამარცხებული და ვემზადებით კორეისთვის კორეის და ის აი ჩვენ ისეთ შოქში ჩავაგდეთ უკვე თვითონ გასახდელშიც ისეთი გარემო შევქმნით ქართველებმა რომ აი იცოდნენ რომ ამათამ უკვე აზრი აღარ აქვს უშეჯიბს ყველას საფეები ჰქონდათ რომ აი ჩამოსტიროდათ ყველას აბსოლუტურად და ჩვენ ვიყავით არ ვიცი რა ეხლა თან ხო ეხა ემოციური ხმაურიანი ხალხი ვართ მარტო ჩვენი ხმა ისმოდა ხო და გელა ეფერებოდა გელაც და გადავიღე და თან დავადე საუნდტრეკი როგორც მახსოვს ან მანდარინების საუნდტრეკი ეს მე მგონი კი ხო მე მგონი 3 მილიონი ნახევარი ნახვა ქონდა ჯერ აი ვის აღარ ედო არ ინსტაგრამ შენ ინსტაგრამზე Facebook-ზე დადე ხო ხო და მე ის არა მაქვს რა ჩართული ხარ ჩოვლებად შეუძლია ადამიანს რომ გადაიწეროს და თავის გვერდზე დადოს და რავი აი იმდენ გვერდს ქონდა გადაზიარებული და გადადებული რომ არ ვიცი რა ეგეც მაგარი იყო და კიდე შენ მე მგონი შენი გადაღებულია რომ გამოდიან ფინალში საჭიდაოდ ჩვენები კი მე ძალიან ახლოს იყავი ხო რომ იქ დიდი პოდიუმი იყო სადაც მოდიან ხო თან ისეთი მუსიკა დავადე ზელიგზა იყო გასავლელი მაგრამ მაგარი ხო დავხოცე ნახევარი საქართველოს ტირილით თან ისეთი სიმღერა დავადე მაგარი ეს ემოციები და ყველაფერი მართლა ეს ძიუდო და სპორტი ეს არის ხო აი ყობა რა სიტყვი აი რა რის მოცემა შეუძლია ამ შემთხვევაში ნუ ხა ზოგისთვის ფეხბურთია ესეთი ზოგისთვის რაგბია კალათბურთია წყალბურთი ხელბურთი ზოგადად სპორტი ხო ნუ ჩვენთვის ძიუდო ჭიდაობა რა თქმა უნდა ამ ძიუდომ ბევრში აი დილობაც კი წამოიღო აი ბევრ ადამიანში ბევრ ახალგაზრდაში აი სხვა დატვირთვა აქვს კიდე რა ეხლა აი ჩემში მაგალითად ხშირად მეკითხებიან ეხლა მაგ გულშემატკივრებთან შეხვედრა ესეც და აი რას ხედავ რას გწნობ ამაზე მეტი რაღა უნდა იგრძნო და რაღა უნდა დაინახო რაც მე შიგნით ვნახე მეთქი და თქვენც გირჩევთ რომ ჩაერთოთ აქ მეთქი უყურეთ მომავალი თაობა ისეა მოწამლული მეთქი უკვე რომ გაკვეთილებზე აღარ უნდა მეგონი სიარული მეცილი დარბაზში და ტატამზე ატარებელი არა გამორჩეული მithქონა არ ყოლ ჩვენც ახლა მწვრთნელები ხა ჩვენ მამაო ჩვენოთ ვიწყებთ ვარჯიშს კი და მადლობა ღმერთს ამ ყველაფრისთვის რომ
მაგის ის გვაქვს საშუალება და კიდე დისციპლინა ნომერ პირველ დისციპლინით ვიწყებთ მე პირადად და გოგაც და რო ვატარებთ ვარჯიშს ყველა მიცის რომ თუ დღეს ცუდად მოიქცევა ბავშვი ხსიცერქეზე არ არის ლაპარაკი ის აუცილებლად დაიჯება რა თქმა უნდა ისევ აზიდვებით ჰუმანურად კი სპორტული დასჯები ძალიან კარგი ბევრი ვიცით და თვითონ შეჯიბრიც ახ ფედერაციაში როცა იწყება ყველა შეჯიბრზე ვიწყებთ რომ აი პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს წაგება და მოგება მივიღოთ ისე რომ როგორც საჭიროა და ძიუდო შეეფერება და შემდეგ ვიწყებთ ხოლმე შეჯიბრებებს და ძალიან მაგარი მიდგომაა კი ყალიბდება ვაჭკაცი ყალიბდება და ინდივიდუალურად არის რომ ზოგიერთი ბავშვი ემოციას გამოხატავს აი ზოგი ცოტა უხეჭად ზოგი ის მაგრამ მეტი წილი უკვე ჩამოყალიბდა უკვე ბავშვებში რომ როგორც დაწყების დროს ასე დასრულების დროს შეხვედრის ვინც ცოტა ზედმეტ ემოციას გამოხატავს მე ცალკე ხვდებიან ხუმე აი ლევანი პრეზიდენტი და მიდის დარიგება და ანუ ხო რა ის დასჭა და რაღაცა კი არა ნუ აი ხო მეგობრულად და ადამიანთან დამატება თუ სიყვარულით უნდა მიუდგე მაგ დროს ბავშვს და უნდა შეარცხი ნუ არ თუ რაღაცა შემოდი აქ და რაღაცა შეაზიზღო დარბაზში შემოს ესე ძალიან ბევრია მაგაზე დამოკიდებული ხო მიდგომაზე და სხვათა შორის ახლა ეს გამოსცემ საუბრობთ რა ბუდაპეშტის ფინალის შემდეგ უკვე რა უკვე თქვენ გელოდებოდნენ ზემოთ იქ და იქ ქვემოთ დავლა ინტერვიუ ავიღე გიორგი ათაბეგაშვილთან და ეს დაცვა გვიტრიალებს უკვე უნდა რომ გადაეხლა ხო წადიქცა კი და იყო სხვათა შორის ეგ და თმენის უნარი გამოიჩინეს იბათვას და ბოლოს ჩვენ გამოვედით რამე ინტერვიუც ჩავწერეთ და გამოვედით მე 12 წლის თავზე ხო? ანუ 13-ში რიოში რომ მოვიგეთ, მე აღარ გქონდა. სხვათა შორის ხო? ნუ კი ბატონო, ეხა ის გულშემატკივარმა და მანამდე კაცები ცალკე იყო, ქალები სხვათა შორის მართალია, ხო? მაგის მერე, რიოს მერე, იმიტომ რომ 14-ში, მერე 15, ნუ მე იმიტომ რომ 17-დან დაიწყო შერეული. შერეული. ბუდაპეშტიდან დაიწყო. ზუსტად. ფაქტურად 8 წლის განმავლობაშიო ზუსტად კი აღნიშნა გიორგი მაც აღნიშნა ათაბეგაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში სხვათა შორის ეხა საფრანგეთის ნავსი უნდა გავტეხოთ ლოს-ანჯელესში ოლიმპიადაც უნდა მოვიგოთ აი ხო არის ეხა ყველაფერი გვაქვს მოგებული ძიუდოში ხო აბსოლუტურად ყველაფერი ხალი ჩემპიონი არ ყავდა ეგეც სოფლიო ჩემპიონი ეგეც ყავს ეთერლი პარტელიანი ნუ კაცებზე ხო იქ სხვა რეკორდებზე ვართ გასული რომ აი ერთ სოფლიოზე 3 ჩემპიონი რო ყავდეს რაღაც მსგავსი ამბები ხო ეხა ტოკიოში ოლიმპიადაზე 4 ფინალი ბიჭი დავით ეხა ნუ სიგიჟე ხო და მაგრამ აი რაც ნოდო შეიძლება თქვი ის არის დარჩენილი ანუ მედალი, მოდი ესე ვთქვათ, ხო? მედალი შერეულ გუნდურში ოლიმპიადაზე. ნუ ეგ იქნება, ნუ ეგ კარგია რომ ანუ ეგ თამას ის არის რა, რომ მაგისთვის უნდა მოემზადოს სტიმულაცია უნდა. სტიმული მოემზადე, რა თქმა უნდა, ეხლა რაზე ლაპარაკი, მაგრამ კარგია რომ ეგ მიზანი ჯერ კიდე არსებობს, არა? არსებობს კი არა, დაწყებულია მაგაზე და იმიტომ ლაშამ აღნიშნა გუჯეჯიანმა რომ ერთ-ერთ ინტერვიუში რომ ერთი ოცნება დამჩაო რა ოლიმპიადის ოქრო გუნდურშიო და ყველაფერს გავაკეთებ მაგისთვის და უკვე დაწყებული მაქვს მაგაზე მუშაობა და წარმატებას უსურვებ ლაშას უმაგრეს მწვრთნელს აუცილებლად კი აქედან დადებით პიროვნება და მე მგონი ნოდო ერთ-ერთი რაღაცა მის გამარჯვებულიც ხარ რაღაცა ხო მოიგე თბილისის გრანდსლემზე გათამაშება იყო მე მგონი ლიდერი მაგაზე საოცარი ისტორია მაქვს პროსტა როგორ მოიგე არ არსებობს აი კურიოზებიც ხო მართლა შეიძლება რომ ჩავრთოთ ანუ თბილისის გრანდსლემის დროს ლიდერ სპორტს ლიდერ ბეტს ქონდა შესვენება სანამ გრანდსლემი დაიწყებოდა გამოაცხადეს რომ შესვენების დროს სანამ ფინალური ბლოკი დაიწყება ლიდერები გათამაშებს ხო ანუ კითხვები იქნებაო რა და მეთქი ხა რასვია მეთქი რა უნდა იყოს რომ მე ვერ მივიღო მეთქი მონაწილეობა და პირველი დღე იყო და ჩავედი და ანუ შესასვლელში გოგონას ეთამაშებოდი კამათლები და გაგეგორებინა რომ თუ მოუგებდი შეხვიდოდი თუ ახლა ეგრე აბა მიაწყდებოდა უამრავი ხალხი ანუ მეც გამიგორა ბეში და მე გავუგორე შაში და შევედი არ მეთქი იღბლიანი დღეა და ვა რას ამბობ ანუ დაგვაკავშირეს რა ტელეფონებით და ანუ
ეკრანზე გამოდის კითხვა, არის 4 პასუხი და ყველა პასუხს აქვს თავის ფერი და შენ უბრალოდ ფერისთვის უნდა დაგეწურა, რომ აჰა. და მე აბა ვერ თავიდან გამოუცდელი ვერ მოვტვინე და ესე იგი ამაფეთქეს ტელეფონზე რა. და ხო მირეკავდნენ თემუს კურიერი ვარ ის ხანის და ანუ ინტერნეტი ხო ითიშებოდა და სანამ წვდომა დაბრუნდებოდა ინტერნეტში უკვე გამეპარა 7-6 კითხვა და ანუ პირველ დღეს წავაგი რა საერთოდ რა და მეორე დღეს დავაკავშირე Wi-Fi ანუ Wi-Fi-ზე როცა დააკავშირებ ტელეფონს და მე გირეკავენ ინტერნეტი არ ითიშება ხო და მე მეორე დღეს მოვიგე სკუტერი მოიცა მეორე დღეს გახვედი კამათელი ისევ გააგორე. კი, მაგრამ ის აღარ გამაგორებინეს გოგოემ, ანუ შემატეს რომ ისე წუდღეში ჩავარდი პირველ დღეს რომ შენ დაუსწრებლად მომბრძანდიო და ანუ დაურეგისტრირდით და მე პირველ ადგილზე აღარ მახსოვს რუსთაველი ბიჭი გავიდა და მეორეზე გავედი მე ანუ 3 ის იყო რა. კი და ის პირველ დღეს ცოტნე მოიგო. მრევლი მართლა ცოტა მოვიკითხე კომენტატორი IGF-ს დიახ ერთდროულად გვერდი სრეთ მე და ცოტნე პირდაპირ რეპორტაჟი რომ მიყავდა ცოტნეს მე ლაივებს თავდი ხოლმე პირდაპირ იქ და სოციალურ ქსელში ხო სოფლიოს ხო ნუ ესე იგი მოიგე სკუტერი მოვიგე კი და რავი დღემდე მაგრად მუშაობს რავი ჩემ შვილებს თუ გაუძლებს ახლა ორჯომშერი ეგ სკუტერი კი არ ჩერდება 24 საათი სუ დარბის ვა მაგარია ხო ესე იგი ეხა ალბათ ეხაც ამ სლემზე მე ევროპა არის რაღაცა მაგრამ შენ უკვე ვისახარ პროფესიონალი კი და მე მგონი მე აღარ შენ უნდა ჩაატარო უკვე გათამაშება მე უნდა მივიღო მონაწილეები შენ უნდა მიიღო მონაწილეები ხო ვა, კარგი საინტერესოა ხო? ცოტა შორის ისე შეიძლება მე რაღაც მოვიფიქროთ ჩვენც და რაღაცა ძიუდოზე რაღაც თამაში გავაკეთოთ აქ. კი, ძრიაში რატომაც არა და თქვათ რაღაც პრინციპი რის მიხედვით ავირჩევთ მონაწილეებს და რაღაცა პრიზიც მე მოვიფიქროთ ერთობლივად ლიდერ სპორტია ჩვენ. შეიძლება, დიახ. ხარდამჭერი ფედერაცია არის და რა ვიცი რაღაცა შეიძლება, იმიტომ რომ ცოდნას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კითხვებით საინტერესოა ხო? თქვათ აი ძიუდოზე რაღაცები ისტორია არის. იმიტომ რომ ფეხბურთში არის ესეთი შოუები, სადაც ჩვენთანაც არის კეთდება და საინტერესოა მე შეიძლება უყურებ და მაინტერესებს და შეიძლება მაგაზე მე ცალკე დავდაპარაკებთ ხო ამას ამოვუჭრით ხუმრობით ძალიან კარგი ერთი აი რა კი ეს თამაშები და რაღაცა ვახსენეთ ეხა ფიქრობდი ეს რაღაც აბა თქვენ რამდენად მოგეწონებათ ესეთი იდეა არ ვიცი ხა რამდენად ის არის საინტერესო არის რომ წელს ხო არის მსოფლიო ჩემპიონატის წელი ფეხბურთში ხო თორე ძიუდოში კი ვიცი წელსა ფეხბურთში ხო წელს არის მსოფლიო ჩემპიონატი არ მახსოვს ნუ ფათო ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი არის ბაქოში აზერბაიჯანში ოქტომბრის დასაწყისში ევროპა თქვი თბილისშია და სხვა უამრავი ტურნირი არის აი შეუძლია გულშემატკივრად შევიდეს ხო საიტზე და ნახოს IGF საიტზე რამდენი გრანდსლემი და გრან-პრი არის და ასაკობრივი და სხვა შორის მეც მქონდა ამოღებული ცხრილი და დავდე რომ თუ არა და არ შეეხათ რომ პირადში მოგწევენ და ამომწურავი პასუხებს მიიღებთ ნებისმიერ დროს და რა კი მსოფლიო ჩემპიონატია ფეხბურთში წელს დიდი ამბავია ძალიან ხო ეხა ფეხბურთი სხვა რამეა საერთოდ ხო რო არის ხოლმე მაგალითად არის ხოლმე ეს რაღაცა რომ ასახელებენ თქვათ აი ფეხბურთის ნაკრები თქვათ აი პოეტებისგან და მწერლებისგან შემდგარი მე მგონი ერთ-ერთ შოუში იყო ესეთი რაღაცაც ხო კი ბატონო თართან ტატიშვილთან ხო ესეთი რაღაცა აი თქვათ რაღაცა მსახიობებისგან რაღაცა და აი ჩვენ ესეთი რაღაცა ხო არ მოვიფიქროთ აბა რა სიტყვით თქვენ რომ ჩვენი მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონებისგან გავაკეთოთ ნაკრები რომელიც მიიღებდა მონაწილეობას ეხლა მსოფლიო ჩემპიონატზე ამერიკა კანადა და მექსიკაში არის თქვათ ესეთი რომ თამაშები ისტორიელი იქნება ისტორიის მანძილზე ხო ისტორიის მანძილზე ქართველი ძიუდოისტები ხო ჩვენი ძიუდოისტებისგან გავაკეთოთ ფეხბურთის გუნდი და ცოტა რომ გავაიოლოთ, მაშინ ავირჩიოთ ოლიმპიური ჩემპიონი ყავს რამდენი? 7. სწორია ყობა. კი, 7 ოლიმპიური ჩემპიონი. ასევე 12 მსოფლიო ჩემპიონი, ხო? მათ შორის ერთო კი, მიემატა, ხო, ქალი. 12 მსოფლიო ჩემპიონი ყავს და 7 ოლიმპიური ჩემპიონი. და ნახოთ, რამდენად საინტერესო გამოვა. ფეხბურთის გუნდი რო გავაკეთოთ, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატს ითამაშებდა. ნუ შეგვიძლია 1000 მოთამაშეების და მწვრთნელის დავუნიშნოთ რა.
აი, ეხლა მაგით რომ დავიწყოთ ისე ქალბატონია ეხლა ეთერლი პარტელიანი და მოდი უწვრთნელად მაგი დავნიშნოთ და მამაკაცები ჩავსვათ. მწვრთნელი ერთო გაუჭირდება. მოდით ეგ დავაკეთოთ. ორი მწვრთნელი შეიძლება იყოს ჩემი აზრით რა. კი, დავხმარი. ხო, შეიძლება ეს რაღაცა ხო არის ხოლმე ეხლა ამ მწვრთნელების ვარიანტი. თქვათ აი ბატონი შოთა ხაბარელი და ეთო ხო არ იყვნენ მწვრთნელები ამ გუნდის. კი. რა სიტყვით? ბატონი შოთა უმაღლესი მწვრთნელი. მე ძიუდოში დავიწყე. ფუსფუსი ბატონი შოთა იყო მაშინ მწვრთნელი და დავასახლოთ 11 ძირითადი და ნუ შესulis მოთამაშეების გვინდა, იმიტომ რომ ისე არ გამოვა რა. ზართული ის არის რა. ძნელი იქნება. აი მოდი არ გვიწყენენ რავი. მოდი ესეთ გამორჩენით არ ამგონია, იმიტომ რომ სულ 7 ოლიმპიური ჩემპიონი ყავს და 11 მსოფლიო ჩემპიონი. ხო, ეს უკვე მწვრთნელად დავნიშნეთ. ხაბარელი უკვე და ხაბარ ბატონის შოთაც ხო დავნიშნეთ. აი კარში ვის ფიქრობთ მაგალითად კარში ხო არ ჩავაყენოთ თუ არ ჩადგებოდა პრეზიდენტი არ გვინდა? მოდი აი ოლიმპიური ჩემპიონები ამჯერად ესე გავაკეთოთ ოლიმპიური ჩემპიონები და მსოფლიო ჩემპიონები ხო პრეზიდენტი ამ გუნდის უფროსად დავნიშნოთ. უფროსი. რა თქმა უნდა დათო კევხიშვილი. კი ბატონო. იქნებოდა პრეზიდენტი. თავარი მწვრთნელი ბატონი შოთა ხაბარელი და კარგია, სწორი, კარგად დამხმარე. კარგად მივდივართ ძალიან. კარში ხო არ დადგეს შოთა ჩოჩიშვილი. პირველი ოლიმპიური ჩემპიონი. პირველი ნომერი. საფასუხისმგებლო. პირველი ნომერი, ხო, კარში. კი, ყველა გოლის აღება გოლი არ გაუშვას. მეკარე იყო შოთა. ხო, ესე იგი რთულ მისიას შევეჭიდეთ რა, გატყობთ ახლა სახელს, ცოტა დავიძა. ნუ, რა უნდა ხარ? ნარიცი. მოისა, კარგი. ეხა მე მოსვიზავ რა, ანუ ძნელია, ეხა ეგრე ან ყველაზე რთული ხო იცი რა არის, ნაკრების რა თქმა უნდა და ეხა ყველაზე რთული პოსტი ზოგადად სოფლიოში ალბათ არის საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა. ხო და ჩვენ მწვრთნელები დავნიშნეთ უკვე და მართალია უნდა დააყენოს ეხა გუნდი მაგრამ როგორ მოგვიწონებენ არ ვიცი. ხოდა დღეში არიან აი ზარმოგენია. კი. შემადგენლობას არ თუმცა იმედია ეხა ჩვენი სიყვარულით არ გვიწყენენ და რაღაცა ეს სიმბოლური ისეთი ვარიანტია. კაი, კარში მოკლედ შოთა ჩოჩიშვილი დავაყენეთ, ხო? შევთანხმდეთ. დაცვაში აი 4 მცველი ხო არ დავაყენოთ, 4 მცველი ის ვარიანტს თავაზობ. ანუ ჯერ აწყობას თამაში. ხო, ანუ 4-3-3 მე მგონი ეგ ჯობია, ხო რა. ყველაზე ისეთი 4-3-3 ოღონდ იმ სამთავდამსხმელში ერთი იყოს ცენტრალური წინ გაწეული რა. 4 მცველი, მერე 3-3, ოღონდ ის მე ხო 2 იყოს ესეთი გვერდებიდან გარემარებით თავდამსხმელი და ერთი ცენტრალური. ცენტრიდან დამტყმელი. ხო. აი მოდი ქვევიდან რო წამოვიდეთ დაცვაში ისეთი მყარი მცველები ვფიქრობდი 4 მცველი ცენტრალურები დავით ხახალაშვილი დავაყენოთ მოდი რა. მგონი კი. დავით ხახალაშვილი და თემურ ხუბულური და ორი ცენტრალური მცველი იყოს, რას ვფიქრობთ და ისეთი სტილის ჭიდაობა ქონდათ რომ მართლა დაცვაში კი. და აი ფლანგები აქ შეიძლება საკამათო იყოს, მაინც ჩავდოთოვაშვილი ცირეკიძე ოლიმპიური ჩემპიონების დაცვა ხო არის მსოფლიო ჩემპიონი. ხო და მსოფლიო ხუბულურის, ხო. აქ ტოტიკაშვილი შეიძლებოდა სისწრაფიდან გამომდინარე, აი მარცხენა მარჯვენა მცველი, ხო რა, მაგრამ აი საკამათოა ეს და ნახოთ მე ერთად ბატონ შოთასთან გავიაროთ. მოკლედ ესეთი დაცვა 4 დაცვა რო იყოს, ესე იგი ცენტრალურები ხახალეიშვილი და ხუბულური და გვერდებზე ცირეკიძე ჩავდოთოვაშვილი. რამე სხვა ვარიანტი აი ამან ნახოთ ეს და მე შევხედოთ რა თუ რაღაცა არის შეგვიძლია ეს ჩავწიოთ აუწიოთ რა. ანუ 5 ავირჩიეთ. ხო, მეკარე და 4 ავირჩიეთ რა. ნახევარმცველები 5 კაცი დაგვჭირდა. ხო, ნახევარმცველებში 5 კაცი რა. აი ხა რა ხდება ნახევარმცველებში შეგვიძლია ჩვენ უკვე ნუ აქ ალბათ ჭრიკიშვილი უნდა შემოვიდა. აი ჭრიკიშვილი და ავთო ალბათ შუაში. ხო, აი ცენტრალური ნახევარმცველი, ხო? ეგრე. ლუხუმისად გამოდგება. აი ხო, აი უკვე რთულად არის. ხო. მოდი ესე ხო არ გავაკეთოთ ჭრიკიშვილი იყოს, აქ ლუკა მაისურაძეც შეიძლება ჩაგვერთო რა. ნახევარმცველებად რა. ან დაუშვათ ლუხუმი
მოდი ეს ნახევარმცველებში მოდი ლუხუმი, ლუკა და ავთო, ჭრიგიშვილი. ახლა კურტანიძე არ დავივიწყოთ. ჩვენ ასევე შეგვიძლია აუცილებლად დაგვჭირდება შემცვლელი მოთამაშეები, რომლებიც პირველ მეორე ტაიმში გამოდიან. თავისთავად. აბა მეორე ტაიმში უნდა გამოვიყვანოთ გუნდი, მეორე ეგრე კი არ არის. ესე იგი, ნოდო შენ არ უფრო ჭრიკიშვილი, ლუხუმი და მაისურაძე. და ლუკა დავაყენოთ აი ლუხუმს დავაყენებდი, სადაც გატუზო თამაშობდა მაგალითად რა. ის შეიძლება. იმიტომ რომ აი ზუსტად ერთნაირი ხასიათია. სარდალაშვილს სად გავუშვით? აი მოდი ეხა ცოტა წინ წავიდეთ, მოდი მე მოგაწვით და თქვენ გადაანაწილეთ. მოდი თავდასხმა დავაყენოთ. იცი როგორ ფიქრობდი რომ ცენტრალური თავდასხმელი ხო არ იყოს ტატო გრიგალაშვილი რა, აი 11 ნომერი რომელიც არის აი შუაში ეს არსენა ხო გაჭრა გაიგე ეს მე მგონი ტატო მედია ტურნირის გამარჯვებული რო გახდა იქ ბომბარდირის გახდა ბომბარდირიც კი ეს 2-2-ზე თამაშობდნენ ხო აი ეგეც მოიგო ლიდერს აი ხო მანდაც გაიმარჯვა და კიდე მედია ტურნირი იყო ცალკე და დემეტრაძე არა დემეტრაძე გაგახსენებენ ხო არ გვახსოვს ტატო ვისთან ერთად მოიგო გრეხენბოლის ტურნირი ტატო და კვარა შენ გეხსოვნება ნავალოვსკის აი ჩვენო პროდიუსერმა კვარან გიორგი კვარაცხელიამ თუშიშვილი იყო მეგვაზე 4-2 და კვლავ კინკლაძიატრის ნავალოვსკი ატოთავით აქ ცოტა გაუგებრობა იყო კვიტლების რიგებში მაგრამ დაალაგდნენ მაინც და მოახერხეს ბურთის გადატანა აქ ისევ რაღაც ვერ იყოფენ ბურთს კვიტლები და ძალიან ხანგრძლივი გათამაშება და აქ შესანიშნავად თამაშობს ნავალოვსკი. აი თუშიშვილი უნდა დავაყენოთ აუცილებლად. კი, არა ახლა მოგითხარით მე წარმომადგენლებს მოგაწვით და მიშო თუშიშვილი კინკლაძე იყო, ხო? კინკლაძე. ბიჭებს დიდი მადლობა, შემოგვეშველნენ. მადლობა, კი. მაგ თამაშს უყურებ. კაპიტანი, ხო, აი. მიშო ნუ ეხლა გუნდის კაპიტანი ალბათ ყველაზე ტიტულოვანი ხო, თავდასხმა დავაყენოთ. გრიგალაშვილი რაღიგა წინ თქვით, უნდა დავაყენოთ გვერდებზე ოლიმპიური ბექაური და ზვიადაური. აი ზვიადაური დავაყენოთ, მოდი. ზვიადაური. ხო. ნათლია-ნათლული. აი თუშიშვილი გვჭირდება ძირითადში, ოღონდ უკვე ძალიან დიდი კონკურენციაა. ნახევარდაცვაში ხო არ მაშინ როგორ აქვს თუშა რაღაც ოლიმპიური პრიზიორიც არის. ალბათ ჯერ თუშა უნდა ჩავსვათ. ხო, შეიძლება. იმიტომ ეგრევე ვერ შევთანხმდები. სამწუხაროდ. ხო. კაი, ეგ დავტოვოთ, მოდი მე შევხედოთ, შეიძლება გამოხმაურებების მოყვეს ამას. ჩვენი გულშემატკივარი ფან მოიწერებიან, ვინც ნახავს ამ გადაცემას. მოდი ლუხუმი რატო არ დააყენეთ მაგალითად რაღაცა და მე გადავწყვიტე. ჩვენს გარეშე თქვენ ვინ მოგცავთ უფლება იქნება გამოხდება, ვინმე ესეთი იქნება. ანუ თუშიშვილი და ლუხუმი ყავს შეგატუზოს პოზიციაზე გინდოდა ხო და თუშა კიდე ცოტა წინ შეიძლებოდა 10 ნომერზე რა. კაი, მოგეთ აი მანდ ვართ აი რაღაცნაირად გაჭედილები. ნუ აიცი რა არის ლიპო რახან დაცვაში იმაში მწვრთნელად გავუშვით ტოტიკაშვილი, ამირანი, გიორგი სარდალაშვილი დაგვჭირდება რომ გააძლიერონ გუნდი მეორე ტაიმში. კურტანიძეს მან მოიაზრება რა. ანუ რაღაც ესეთი ვარიანტი გამოგვივიდა რა. პოზიციას რომელშ შეურჩევდით, თუნდაც სათადარიგოდა. მეორე ტაიმში რომ გააძლიერონ, რომელი მხარე თავდასხმა. მცველებიც გვინდა ეხა ჩვენ, ხო? რა უშოთ კურტანიძე ალბათ დაცვაში უფრო ტოტიკაშვილი, სარდალა უფრო წინ. თავდამსხმელი. ანუ რაღაც ესეთი რაღაც ჩამოვაყალიბეთ, ხო, ესე გამოვიდა რომ აი ჩონჩხი იწყო. ჩონჩხი ხო და დანარჩენი თამაში გვაჩვენებს და მიშომ როგორც გითხრა, კაპიტანი უნდა ავირჩიოთ. კაპიტანი ლაშაშავდა თუაშვილი. გადაწყვეტილია, ხო? იმიტომ რომ ადამიანმა ყველაფერი მოიგო და თან 3 მედალი აქვს ოლიმპიადის. ხო, კი ბატონო. ყველა სამი თუ ეგრე მსჯელობთ რომ ტიტულები ყობა რა სიტყვი ტიტულებით ტიტულების მიღეთ ხომ 3-ვე მედალი 3 მედალი კაპიტანი ისეთია ხოლმე ყოველთვის რა აი თან გამოცდილიც უნდა იყოს და ლიდერიც უნდა იყოს ლაშას ახასიათებს ძალიან არის ზემშრომელია და მაგალითია პირველ რიგში და
სამივე სინჯი ოლიმპიადა, სამივე სინჯი, მსოფლიო, მსოფლიო და ევროპა. ხო. რამდენიმე გრანდსლემი. კი, ანუ საერთო ჯამში მთლიანი დამსახურების ბოლო თბილისის გრანდსლემის ჩემპიონია სამშობლოში. კი და ესეთი საინტერესო გუნდი დავაყენით, ხო რა. მე და გრაფიკულადაც იგი ვეცდებით, რომ ის თვითონაც ეს განმაგება გავაკეთოთ და ერთადერთი თუშიშვილი და ჩხვიმიანს შორის ფიქრობთ როგორ გავანაცვლოთ რომელ პოზიციაზეა? იმიტომ ნახე, ხო ყავს კარში ჩოჩიშვილი, 4 მცველი ყავს, ცირეკიძე, ხახალეიშვილი, ხუბულური და შავდოთუაშვილი. მე ნახევარმცველები, ჭრიკიშვილი ყავს, ლუკა ყავს, მაისურაძე და აქ არის თუშიშვილი წავწიოთ ცოტა წინათ ნომრად თუ გატუზოს პოზიციაზე იყოს ჩხვიმიანი. ეს მოვიფიქროთ, მოდი. თუშას სასტავში ეკუთვნის ყოფნა, იმიტომ რომ სოფლიოს, ევროპის და ოლიმპიადის პრიზიორია. ხო. და ისე ერთ-ერთი გამწევი ძალა და სხვათა შორის პირველი თუშა უნდა ჩაგვიწერა. გუნდურში თუ უყურებთ, როგორ სტიმულაციას აძლევდა ნაკრებს იქ თვითონ. უთან 10 ნომერზე მე მგონი არქიტექტორი იქნებოდა შეტევის რა სიტყვით ხო. ხო, არ ლუხუმის ჭირდება. მოკლედ ეს დილემა გავიშვა. ლუხუმის ისრაფე გვინდა. ხო. ხასიათი პირველია და ძნელია რა. ძნელი, იმიტომ დამცხამე თავიანე. ჩვენ ვერსიას წავადგენთ კი და ბეჭედს ავასობთ, ასე რომ გულშემატკივარი არ გაგვინაწყენება იმედი. კომენტარებში გადაწყდეს მაშინ ეს არის ბოტონო და მივცეთ. ხო, და ნახოთ ეს გუნდი რას იზავს სოფლიო ჩემპიონატზე. გულშემატკივარს მივცეთ არჩევანის საშუალება. წარმატება უსურვოთ. როგორც ევროპაზე გაგვახარეს, გაგვახარებენ ალბათ აუცილებლად. გაგვახარებენ და უსურვოთ წარმატება. იმედით ვართ. დიდი იმედით ვართ. მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა. რამე ხო არ არის ისეთი თქმაც გინდა თან გულშემატკივარს. მოდი 2026-ში უსურვოთ, ხო? 2026-ში თავისთავად წარმატება უნდა უსურვოთ დაწყებული თბილისის პარიზის სლემიდან და შემდეგ მიყოლებული წლის ბოლომდე სოფლიოს ჩათვლით. და ბოლოს ტოკიოს გრანდსლემი თქვა ხო ასე? კი, გრანდსლემი. პარიზის აწყისია ტოკიო და კიდევ ერთი ახალი ჩემპიონი ვიხილოთ ტოკიო რთული. კი, ყოველ წელს უნდა დაიმატოს. ყოველ წელს ახალ და რა მსოფლიო ჩემპიონატზე კიდე რაღაც ახალი რეკორდი გქონდეს, იმიტომ რომ წვეტა არ არის, ცოტა შორის 2018-დან. სულ ყავს სოფლიო ჩემპიონი, სულ. როგორც ფანკლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი და თანადამფუძნებელი თავისთავად გულშემატკივარზე მაქვს საუბარი და არ იქნება ურიგო, რომ თუნდაც სოფლიო ჩემპიონატზე, გასვლებზე გულშემატკივრების ასე ვთქვათ, უხვიანობა გქონდეს იქ, რომ მეტი სტიმული გქონდეთ. იმედია ასეც იქნება. იმედია იქნება ჩვენი შედეგი გამოიღო გულშემატკივრა, იმიტომ რომ ამხელა ემოცია იყო, კი, ბოდიშინო და იმხელა ემოცია იყო ბუდაპეშტის სოფლიო ჩემპიონატზე ჩვენ იქ რაც ვნახეთ ახლა გულშემატკივრის მხრიდან, რომ დიდი როლი შეასრულა ჩვენი ნაკრების სტიმულაციაში, ასე ვთქვათ და არა ძალიან ბევრი ქართველი დარბაზში ვეღარ და იმდენი ქართველი ერთი მაგ ეხაც ესე იქნება აზერბაიჯანში აუცილებლად ბაქოში აუცილებლად კი ყველანაირად უნდა მოვებზადოთ და თავარია მშვიდობა იყოს და კარგობა იყოს და აუცილებლად ეგ ყველაზე მნიშვნელოვანია მშვიდობა ჩემი სურვილი ეს არის რომ უხვად იყოს გულშემატკივარი გუნდის ასე გასამხნევლად ასე ვიტყოდი რა ეგრეა კი ნოდურა სიტყვება და წარმატებული ცოტა საპასუხისმგებლო შეჯიბრებები აქვს მწვრთნელებს გადაწყვეტილებები რომ ახალი თაობები წამოვიდნენ აი ეს გიგაური კარგი ბიჭი გამოჩნდა თორნიკე კი ეხა პარიზში არის დაყენებული არის და ნახოთ საინტერესოა ხო 90 კილოში როგორც ყოველთვის კიდევ ჯავახა ლუკა ჯავახიშვილი ტაშკენტში გამოვა და საინტერესოა როგორი ბორჯომში ვნახე შეკრებაზე 1-5 წლის წინ დაჟე ვიდეო მაქვს გადაღებული რომ რაღაც ისეთი ქონდა რა რომ აი რო ეტყობა რა ადამიანს ნუ თავის ასაკში ორივე სოფლიო ჩემპიონი გახდა ჭაბუკებში და ახალგაზრდებში ხო მახსოვს ეგ იქ სად მოიგო იმაში
პერუში მოიგო კირგიზს მოუგო მე მგონი ფინალი როგორც მოწოს ხო ჩინელს მოუგო ლუკამ იქ ტაჯიკეთში რო ვიყავით და თორნიკემ მოუგო რუსს თუ არ ვცდები ეხა პერუში გიგაურმა აგებდა ბოლო შეხვედრებს აგებდა ის რომელი რუსია იცი წინა წელს მაგას მოუგო გივიშვილმა პერუში ისიც ხო ჭაბუკები და ესე ორი მსოფლიოს ფინალია ქართველებთან კი ეგრე მახსოვს რაღაცა რა მოკლედ წინ დიდი ამბები არის რა წინ დიდი ამბები არის და დიდი შემართები ყველაზე მთავარი ამ ევროპის ჩემპიონატი გვაქვს საქართველოში და კი ვთქვით ეგეც რაო იმედი მაქვს რომ გადაივსება ხო ეგ გუშემატკივარი არა აუცილებლად კი გუშემატკივარი ჩანს რომ ბევრი ყავს ძიუდოს მაგრამ აი გრანდსლემებზე ხოლმე ვერ ვატყობთ ახლა იმდენად რომ დარბაზი გადავსებული იყოს ხოლმე სხვათა შორის მაგხრი ცოტა თავარი მომდომება გუდაწყვეტილი ვარ რა კი მაგხრი ისე ცნობილი არის რამდენი ადამიანი ეტევა სპორტის სასახლეში ამ ცნობილებისთვის თორე ტევადობა 10000-მდე ეტევა. კი, არაფერი არ არის 10000-მდე ეტევა. იცი რა არის ძნელი ახლა მეც რომ ვარ ახლა ნუ პარიზი ავსებს ხოლმე და ტოკიო, მაგრამ სხვა დარბაზებში აი ხანდახან ტაშკენტი ატარებს დიდ არენაზე და იქაც ესე არის რა ნუ მაინც ნაკლებია ხალვათობა ასე ხო იცი რა ხო ნუ მაგას თავის მე იმის იმედი მაქვს რომ იმედენი სპორტსმენია უკვე ძიუდოში აი ეგა და თავარია რომ თან ის რომ წამოვიდეს და დედმამიშვილი წამოიყოლოს და მშობელი უკვე კიდე პლუს მნიშვნელობა იქნება რომ ესეთი სპორტსმენები ჩამოვიდნენ უცხოელები ვისი ნახვაც ხალხს აინტერესებს აბარა ხო აბარა და აი ყო არა გვახსენებს რომ იქ რაღაცა დევსოდა რა არისო ეგო ეს რა არის ნუ რაღაცა ეს ჭანოს აუ დაბადების დღის საჩუქარი დაბადების დღის საჩუქარი გავხსნა აუ რას ვარ მოგეხმარ ვაიმე ადამიანი რომელიც ყოველთვის გვახარებს და თავისი ულამაზესი ხმით ჩვენგან საჩუქრად ჩემო ძმაო აჰა აუ ლეგენდა ბრავო ამას გითხავთ კვარას აქ მინდა რომ დავკიდო აი აქ რო დიდი მადლობა უყურეთ ჯუდოს გიორგი ჭანიშვილთან და ძიუდოს გულშემატკივრებთან ერთად უღრმესი მადლობა მადლობა ძიუდოს ყველა გულშემატკივრს უღრმესი მადლობა ბიჭებს ჭანოს და ბიჭებს გოგოებს და ყველას რა დღეს ჩვენი პოდკასტის სტუმრები იყვნენ ძიუდოს დიდი გულშემატკივრები ნოდო ანდღულაძე და ყობა დემეტრაშვილი მომავალ შეხვედრამდე